ენის გაქრეობის ბაზარი საქართველოში წლიდან წლამდე მზარდი არის, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევად კვლავ რჩება არაკეთილსინდისიერი დამქირავებლების საკითხი. ხშირი არის შემთხვევები, როდესაც ქირის გადაუხდელობის მიუხედავად დამქირავებელი არც საცხოვრებელ ფარგლებს ტოვებს და არც მისაკუთრის მოთხოვნებს ემორჩილება. ასეთ სიტუაციაში კი კერძო საკუთრების უფლების დასაცავად დაზარალებულ მისაკუთრებს ხშირად მხოლოდ სასამართლოს გზით უწევთ სამართლიანობის აღდგენა, რაც არსებული პრაქტიკით წლობით გაჭიანურებულ პროცესებსაც ნიშნავს. მიუხედავად პრობლემის აქტუალობისა, ბინების გაქრევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოში კვლავ მკვეთრად დაურეგულირებელი არის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზადაც რჩება. სწორედ ამ თემაზე ვიმსჯელებთ ჩვენს სტუმართან ერთად გადაცემაში გვერდდება ოთარ კაჭკაჭაშვილი, იურიდიული კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი და დირექტორი. მოგესალმებით. გამოდით. რა ვითარებაა ზოგადად ბაზარზე, მოდი გამხსნელი კითხვა ეს იყოს და მე გადავიდეთ თემაზე, რომელიც თაცნილიმ წარადგინა, საკითხი, რომელიც აქტუალურია. მან მაქვს მე რაღაცა გარკვეული ჩაკითხვები, არ ვიცი, კანონმდებლობა სამდენად სჭირდება დახვეწა, როცა ორ სუბიექტ შორის არის ურთიერთობა და რით ვერ გავიზარდეთ. ამდენი ხნის განმავლობაში რომ ეს ყველაფერი დაცული იყოს და პროფესიონალი იურისტები ჩაერთონ, მაგრამ ჯერ არსებული ვითარება თქვენი კომპანიის კვალობაზე რამდენად გააქტიურებულია და ადეკვატური ბაზაა. კი ბატონო, სამართლებრივ ჭრილში სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ მოიმატა მომართვიანობამ პრევენციული ხასიათი რაც შეეხება კითხვას რით ვერ გავიზარდეთ, ფიქრობ რომ მომხმარებელი უკვე მეტნაკლებად გაიზარდა, რადგან ძალიან მოხშირდა კონსულტაციების თხოვნები, ვიდრე გააფორმებდნენ ხელშეკრულებას. ადრე თუ ქონდა შემთხვევები, რომ გვიკავშირდებოდნენ უკვე პრობლემის დადგომისას, ახლა წინასწარ გვეკითხება უფრო მეტიც ვიღებთ ხელშეკრულებების დაკვეთას, რომ მოუმზადოთ ხელშეკრულებები ქირავნების, რაც პოზიტიური, ესე ვთქვათ, ნიშანია ნამდვილად და მოხარულება და სულ აღნიშნავ ხოლმე აქტუალებას ამ ადამიანების მიმართ, რომ წინასწარ იკითხეს და არა შემდეგ, ანუ ფაქტების შემდეგ. რაც შეეხება სამართლებრივ რეგულაციას, ეს დაახლოებით 50%-ით ესე ვთქვათ, იცავს მომხმარებელს იმ არაკეთილსინდისიერი დამქირავებლისაგან, ვინაიდან ჩვენ ვიდრე გავუფორმებთ ხელშეკრულებას, ვამოწმებთ იმ პერსონების პირად მონაცემებს, რომლებიც არის საჯარო, მაგალითად მოვალეთა რეესტრს, ხომ არ არის მის მიმართ სამართალ წარმოება იმ ეტაპზე, რომ დაღადაღებული ხომ არ აქვს მას ქონებები პირადი და ასე შემდეგ. ეს გარკვეულ შთაბეჭდილებას გვიქმნის და ამიტომ ამას უზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს, ეს ქმნის იმის დაცულობას, რომ მასთან აღარ ღირს ეს. მაგრამ 100%-იანი დაცულობა არ არსებობს. არა, რადგან ჯერჯერობით ქვეყანაში კიდევ ის კანონი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მესაკუთრეების ინტერესებს, არ გვაქვს ინფორმით, როგორიც უნდა იყოს. ჯერ კიდევ კანონმდებლობა მიგვითითებს იმ გრძელვადიანი, ესე ვთქვათ, სამართალ წარმოებაში გვაგდებს, რომელიც 2-3 წელი გრძელდება მინიმუმ და კვლავ საახსრებო ბიუროს და იქ არსებულ პრობლემებს ვეჯახებით. ამიტომ ისევ პრევენციაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და რაც მთავარია, უნდა რა ვიცი, უამრავი ნიუანსი, რაზედაც შეიძლება ახლა ვისაუბროთ ჩვენ, ხო, პირების იდენტიფიცირება, ქართველი მომხმარებელი, არაქართველი მომხმარებელი, დამქირავებელი და რა ვიცი, აი თქვენი კითხვები საერთოდ. ხო, რო არ მივიდეთ ამ მრავალწლიან რაღაც სამართალ წარმოებამდე, რაც მე იმ დამქირავებლისთვისაც არის ხელსაყრელი, იმიტომ რომ ის პერიოდი ისე მესაკუთრის ბინაში რჩება უსასყიდლოდ, ხო? პრევენციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ანუ რა უნდა გავითვალისწინოთ, რა პროცედურები არის ამისთვის საჭირო და რა უნდა რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? კი ბატონო, ანუ აქაც ალბათ ახალ ველოსიპედს არ გამოვიგონებთ, თუ უცხოეთის გამოცდილებას გავიზიარებთ. ძალიან კარგი პრაქტიკაა წინა დამქირავებლის რეკომენდაციები, წინა ვისთანაც ცხოვრობდა ეს ადამიანი, ვიდრე ჩვენამდე მოვიდა. ძალიან კარგი დიდი კულტურაა ამის. ძიძის ამბავია, ხო, ძიძას რო დიახ, ეს საკმაოდ დიახ, როცა მიდის, ესე ვთქვათ, ბინიდან გადადის ადამიანი და მესაკუთრე აძლევს მას რეკომენდაციას, ახალ მესაკუთრეს ეს რამხელა ფსიქოლოგიურ იმას გადის, ხო, როცა ვინმე დაუწერს და კარგი რეკომენდაცია გაატანს ახალ პოტენციურ დამქირავებელთან. ეს უბრალოდ არ ხდება. თქვენ არ დაუწერდით, ხო, ამას მე არ დაუწერდით. თუ კონფლიქტური მდგომარეობა გვაქვს, არ დაუწერდით. ეს ერთი. მეორე და რაც მთავარია, დეპოზიტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, დიახ,
რა თქმა უნდა, დამქირავებას ყოველთვის არ აქვს დიდი თანხები რომ განათავსოს, თუმცა რაღაც დეპოზიტის თანხა, რაღაც თანხა რომელსაც დეპოზიტზე დავადებინებთ პოტენციურ დამქირავებელს, იმისათვის რომ ანაზღაუროს ზიანი, ვადაზიადროს შეწყვეტის შემთხვევაში, რაღაც გაფუჭების, ან თუნდაც აი რაღაც სამართალწარმოებისათვის საჭირო ხარჯებისათვის შევთავაზოთ 1-2 თვის და უშოთ ქირის ოდენობის დეპოზიტზე განთავსება. დიახ. ჩვენთან უბრალოდ არ არის ის კულტურა, რომ როგორც მაგალითად ევროპულ ქვეყნებში, სადაც სამსახურის შესახებ ინფორმაციას თხოვენ, ესე ვთქვათ, აქვს თუ არა. სავალდებულოა ეგ ნაწილის ბატონო. არ არის სავალდებულო, თუმცა მოთხოვნადია. დიახ, ეს არის განსაზღვრელი და დამქირავებელი თხოვს რომ აქვს თუ არა შემოსავალი, ის უზრუნველყოფს თუ არა ამ ქირის გადახდას და ასე შემდეგ. ეხლა თლად ვერ დავედარებით ხო იმას ევროპულ ქვეყნებს და იცით საქართველოში უმუშევრობა რა მაღალ დონეზე და შესაბამისად ასეთი მოთხოვნების დაყენება შეიძლება არარეალისტური იყოს, თუმცა თუ იურიდიულ ნაწილს მივაქცევთ ალბათ ეს დეპოზიტი, ინფორმაცია თვითონ ამ ადამიანის შესახებ და რაც თავია იდენტიფიცირება ესე ვთქვათ დამქირავებლების შესახებ, ანუ ვინ აფორმებს ხელშეკრულებას და ვინ ცხოვრობს რეალურად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, ხშირად ერთი აფორმებს, რომელიც მერე აღარ ჩანს და აღმოჩნდება, რომ სხვა პირები არიან საცხოვრებელ ბინაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ინსპექტირების უფლება ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც დაუშვათ შეიძლება ყოველთვიურად განახორციელოს საკუთრებულ ბინაში, სადაც აი ამდაგვარი ფაქტები შეიძლება აღმოაჩინოს და ადრევე დაიწყოს სამართალწარმოება მის მიმართ. ოდრემ, ხშირია მათ შორის ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ვინის ქირავება, ხო? აი ამ შემთხვევაში რა ხდება? მაგალითად, დროზე ადრე დატოვა ქვეყანა ამ ადამიანმა და ნუ მასთანაც რაღაცა კონფლიქტში შევედი ამ ურთიერთობაში. ამ დროს რა და ვინ მიცავს? სამწუხაროდ ძალიან ადვილად შეუძლია დატოვონ ქვეყანა ასეთ პირებმა და სამართალწარმოება თითქმის შეუძლებელია ასეთი პირების მიმართ, ამიტომ აქ უფრო და გამქირავებელი მესაკუთრე აქ უფრო მკაცრი უნდა იყოს მოთხოვნებში, წინასწარ ნამდვილად უნდა დაადებინოს ყველა შესაძლო ზიანის თანხა, ესე ვთქვათ, დიახ კომპენსაცია, თორე ასეთ შემთხვევაში სამართალწარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია, იურიდიულად თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ის პრაქტიკულად ვერ, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით ამ ადამიანის შესახებ, სად გააგრძელა ცხოვრება, წერილის ჩაბარების შესაძლებლობაც კი არ გვექნება, ამიტომ განსაკუთრებული საფრთხე გვმართავს, როცა უცხოელი დამქირავებელი შემოდის ბინაში, მოვახდინოთ მისი იდენტიფიცირება, ყველა საკონტაქტო ინფორმაცია ავიღოთ და რაც თავარია დეპოზიტის გარეშე მასთან არ დავიკავოთ ურთიერთობა. და ბოლოს ბატონო, თქვენ საუბარში აღნიშნეთ და მიანიშნეთ საკანონმდებლო ხარვეზებზე, დანაკლისზე, ესე ვიტყვი, არასრულფასოვნებაზე ერთგვარად ამ კონკრეტულ თემატიკაში რამდენად სწორად რითი შეიძლება შეივსოს ეს ყველაფერი, რომელიც პროცესს გააჯანსაღებ და შეიძლება ვერ შექმნას 100%-იანი გარანტიები, როცა ორ სუბიექტს შორის არის, მაგრამ როგორც თქვენ მზანეთ, როცა პრევენცია არის და 50%-ით მაინც არის უკვე დაცული. დიახ. ამ შემთხვევაში თქვენი პოტენციური კლიენტი, თქვენი და თქვენი იურისტების სამუშაოდან გამომდინარე, რითი შეიძლება შეეხიდოს კიდევ კლიენტს და მათ შორის თქვენს და რაცულებებით კანონმდებლობა. კი ბატონო, იცით რა, ასეთი პრაქტიკა უკვე გქონდა, უბრალოდ ის გავაუქმეთ, როცა მოკლე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მესაკუთრე შეეძლო უკანონოდ მცხოვრები პირი გამოესახულებინა დაუყოვნებლივ პოლიციის მეშვეობით. ეს გავაუქმეთ და გადავიტანეთ მეორე უკიდურესობაში, ანუ 2-3 წლიან სამართალწარმოებაში. თუ ის რაღაც ერთთვიანი პერიოდი არ იყო და მტკივნეული იყო და ასე ვთქვათ, არაადეკვატური იყო, ის შეგვეძლო გაგვეზარდა დაახლოებით 2-3 ან დაუშვათ 6 თვიან წარმოებამდე, რა დროსაც ეს რაც არის მესაკუთრესათვის ატანადი, ესე ვთქვათ, რომ უკანონოდ მყოფი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში 6 თვის განმავლობაში ამყოფოს ან 3 თვის განმავლობაში. აქ გასათვალისწინებელი ის, რომ ყველა ადამიანი, რომელიც აქ ირაობს, თითქმის ყველას აქვს საბანკო სესხი, რაზედაც ასეთ შემთხვევაში არ უხდის დამქირავებელი ფულს, იგი ვალდებულია იხადოს საპროცენტო განაკვეთი ბანკში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება მესაკუთრეები, ამიტომ ვფიქრობ, რომ კანონი
ანუ ამ შემთხვევაში არის ძალიან ცუდი, არ პასუხობს მესაკუთრეთა ინტერესებს. ეს არ არის, ისე ვთქვათ, ცვლილება, რომელმაც რაიმე სარდებელი მოუტანა ბაზარს უძრავი ქონების ამ კუთხით, პირიქით სასწრაფოდ მისაღებია კანონი არაერთხელ მithქვამს ეთერებით, რომ სწრაფ სამართალწარმოების პროცესში გადავიდეს ეს ურთიერთობა, კერძოდ ქონების მესაკუთრეს შეეძლოს სწრაფად გამოასახლოს ურჩი და არაკეთილსისერი დამქირავებლები. მადლობა ახსნისთვის. დიდი მადლობა. და საინტერესო მსჯელობისთვის ოთარ კაჭკაჭაშვილი იურიდიული კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი და დირექტორი იყო დღეს საქმე ინდილაში.